მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი ყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა ეძღვნება ლომის კარიბჭის პიკს, რომელიც არის ხვალ ფაქტობრივად 8 აგვისტოს და დღეს უკვე რამოდენიმე საათში ეს კარიბჭე ფაქტობრივად იქნება თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმში და ამავე დროს 9 აგვისტოს ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა და აი ამ ორი მოვლენის ტანდემი განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა თითოეული ადამიანისათვის. ამიტომ მინდა რომ დღევანდელი საჯარო გაშლა მიუძღვათ ესეთ თემას, ესეთ შეკითხვას, რისი თქმა სურს ამ მომენტისათვის თქვენთვის სამყაროს, რისი გადმოცემა უნდა ტაროს არკანების მეშვეობით თითოეული თქვენგანისათვის და ამავე დროს მინდა გთხოვოთ რომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება, გაზიარება და კომენტარება. ეს ყველაფერი მით უმეტეს ახლა და ზოგადადაც უბრალოდ ახლა გამძაფრებულად ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ენერგეტიკული მიმოცვლისთვის, უპირველეს ყოვლისა თქვენთვის ჩემო ძვირფასებო. აქვე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ რამოდენიმე დღე დარჩა 10 აგვისტოს უკვე სტარტს იღებს ჩვენი ფოკუს ჯგუფი შეცვალე შენი თავი. არც ის არ არის შემთხვევით, რომ 10 აგვისტოს იწყებ, ვიღებთ სტარტს და ამ პერიოდში უკვე ვემზადებით ნელ-ნელა. მართლა რამოდენიმე ადგილია დარჩენილი. თუ გაინტერესებთ, მომწერეთ WhatsApp-ზე დეტალებს, გაგაცნობთ აუცილებლად და ასევე ამ პერიოდში ძალიან კარგი იქნება თუ ისარგებლებთ თქვენი ინდივიდუალური წარმატების კოდით და მიიღებთ ამ კოდთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც. ესეც თავისთავად ცხადია ძალიან ბევრ გაცნობიერებებში დაგეხმარებათ. მომწერეთ ამის შესახებაც და ყველა დეტალს გაგიზიარებთ. ახლა კი ვნახოთ ჩემო კარგებო, რისი თქმა სურს ამ სავსე მთვარეობისთვის, ამ ღია კარიბჭის, ლომის კარიბჭის ამ მძლავრი ენერგეტიკული პორტალის გახსნის პერიოდში თქვენთვის სამყაროს. ვნახოთ. არკანი თასების დედოფალი ყავს აქ. არკანი სამსჯავრო და არკანი სამიანი კვერთხები. რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის და პრინციპში აქ შეიძლება იყოს გარკვეული მოვლენები, სხვათა შორის რა შემთხვევაშიდაც თქვენ გარკვეულწილად გამოემშვიდობებით რაღაცებს და ვიღაცებს, ანუ თითქოს რაღაცნაირად მიხვდებით რომ დასასრულის დრო დადგა და ახალი ეტაპის დასაწყისია თქვენს ცხოვრებაში. კი ბატონო, კიდე რა სურს თქვენთვის სამყაროს? კი, ნამდვილად ესე ანუ ხმლების მეფე მოვიდა და თასების დედოფალი აქ და ასევე მოვიდა სამიანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, აქ ადგება პერიოდი, როდესაც თქვენ მოგიწევთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობების აღება, აქ მოგიწევთ ძალისხმევის ჩადება ამ ყველაფერში, დაგეგმვა და დაგეგმილი პროცესების მიყოლა. აქ მიხვდებით, რომ რაღაცეები დაუშვათ მხოლოდ თქვენ შეიძლება მარტო არ ხელგეწიფებოდეთ, მაგრამ მეგობრების დახმარებით, პარტნიორების დახმარებით გარკვეული ტიპის წარმატებასაც მიაღწიოთ, მაგრამ მთავარი მაინც ხართ აქ თქვენ. კი ბატონო, აი მიჩვენებს სამიანი თასები ისევ მოვიდა და ორიანი პენტაკლები. გარკვეული არკანი ეშმაკი. სხვათა შორის მე წეღან გითხარით, რომ აქ ზოგიერთი თქვენგანისთვის გადათამაშდება ინფორმაცია ისე, რომ გათავისუფლდებით რაღაცეებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ გამოაშკარავდებათქო გარკვეული საკითხები. აი ეს შეიძლება ეხებოდეს ზოგიერთ თქვენთანგანს
და ისეთი ტიპის ურთიერთობას, სადაც თქვენ გქონდათ ამოუხსნელი მიჯაჭვულობა, სადაც გრძნობდით, რომ პრინციპში რატომ ვერ მივდივარ ამ ურთიერთობიდან, როცა ვიცი გონებით, რომ უნდა წავიდე და დავასრულო, მაგრამ ვერ ახერხებდით. აი ამ შემთხვევაში ეხლა ამ წუთას თქვენ გეძლევათ ახალი რეალობის ფორმირების შესაძლებლობა. კი ბატონო, აი ნახეთ ახალი რეალობის ფორმირების შესაძლებლობა თქო და კვერთხების ტუზი მოვიდა აქ და აი ეს კვერთხების ტუზი ზუსტად არის ის, რომ ბოლო-ბოლო აყვავდება ის ხე, ის ჩანაფიქრი, რასაც თქვენ ჩაიფიქრებთ. ოღონდ ჩემო კარგებო, აქ პირდაპირ აი ხმლების მეფის ენერგიითაც და სამსჯავროს ენერგიითაც გვიჩვენებს იმას, რომ ძალისხმევის გარეშე ესე თავისთავად არაფერი არ მოხდება. აი 10-იანი პენტაკლები მოვიდა აქაც და მოვიდა ორიანი კვერთხები. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კარგად არ ტყამდეთ მიზანში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა კარგად გეგმავდეთ გარკვეული ტიპის პროცესებს და ინტუიციაც ამაში საკმაოდ გეხმარებოდეთ, მაინც ჩემო ძვირფასებო, თქვენი ძალისხმევა და ჩართულობა აქ მნიშვნელოვანია. ზოგადად ეს ლომის კარიბჭის პერიოდი არაჩვეულებრივია მანიფესტაციისთვის. რვიანის ენერგია არის სამართლიანობის ენერგია, რვიანის ენერგია არის მასშტაბის ენერგია, ზოგადად ან გაფართოების რაღაცა უფრო ისეთი დიდი მასშტაბური პროექტების დაწყების. თქვენ შეგიძლიათ ეს პერიოდი გამოიყენოთ სწორედ ამისთან ჩანაფიქრების ან დასაწყებად, ან მანიფესტაციისთვის. ერთი რაც მინდა რომ გაგაფრთხილოთ აქ, რასაც აჩვენებს, არის ის, რომ მაინც გონივრულად მიიღეთ გადაწყვეტილებები და საკუთარ თავზე გათვალეთ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა პროექტები შეიძლება პარტნიორებთან დაიწყოთ, აქცენტი მაინც გააკეთეთ საკუთარ შესაძლებლობებზე, უნარებზე, რესურსებზე და აქტივებზე. კიდევ ვისი თქმა უნდა სამყაროს თქვენთვის. აი სულ ორიანის ენერგიით უკვე მეოთხე თუ მესამე ორიანი მოვიდა. ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ახალი ჩანაფიქრების, ახალი ცხოვრებისეული ეტაპის განხორციელების პერიოდი, დრო, როდესაც თქვენ უკვე შეძლებთ და ნელ-ნელა დაიწყებთ თქვენ მიერ ინვესტირებული პროექტების, იქნება თუ წამოწყებების, სწავლის, მოკლედ ყველაფერი იმის პროდუქტის აღებას, რაშიც დრო და ენერგია ჩადეთ. კი ბატონო, აი თუ აქამდე დაუშვათ გქონდათ ისეთი გუნება განწყობა, რომ აი აზრი არა აქ არაფერს ვშრომობ და არ გამოდის, ხო? აი ეხა ნახეთ, აი როგორ რვიანია გამოსახული, აქ შეხედეთ, აი ზუსტად რვიანი. 6-იანი პენტაკლები გვაქვს, აი ახლა უკვე ჩემო კარგებო იწყება მოსავლის აღების პერიოდი. 6-იანი და 7-იანი და არკანი შეყვარებულები. ძალიან ბევრი თქვენგანი დაასრულებს ტოქსიკურ ურთიერთობას აქ, იმიტომ რომ ეს ისედაც არის არამყარ საფუძველზე აგებული ურთიერთობების გადამოწმების ეტაპი, შემოწმების ეტაპი. ძალიან ბევრი თქვენგანი დაიწყებს ახალ ურთიერთობას, მაგრამ აი ნუ შეხვალთ ესე ქარიშხალივით ახალ ურთიერთობაში, როგორც უკვე გითხარით, ნებისმიერი ახალი წარმოწყება, რომელიც თქვენ გარდა კიდევ სხვა ადამიანსაც მოიაზრებს თქვენ სივრცეში ნებისმიერი ფორმით, ეს იქნება საქმე, სწავლა, პარტნიორული ურთიერთობა, როგორც პირადი, ისე საქმიანი კუთხით, ჯერჯერობით მაინც აქცენტი გააკეთეთ საკუთარ რესურსებზე და უნარებზე. მაინც საჭიროა, რომ გადამოწმდეს ამ ურთიერთობის ნამდვილობა და ჭეშმარიტება. ნახოთ კიდევ ერთხელ რისი თქმა სურს სამყაროს თქვენთვის. კიდევ ერთხელ. ოთხიანი კვერთხები, ბუდეში 4-იანი ხმლები მოვიდა, 8-იანი კვერთხები და არკანი იეროფანტი. ჩემო ძვირფასებო, აქ შინაგანი სიბრძნის ნდობა მოგიწევთ, შინაგანი
აი პენტაკლების დედოფალი. შინაგანი როგორ გითხრათ, ანუ შინაგანი სიმტკიცის გამოცდაც იქნება აქ ძალიან ბევრი თქვენგანისთვის. და ბოლოს მინდა ერთი რჩევა ამოვიღო თქვენთვის. რჩევა რა, ნუ გაფრთხილება, ასე რომ ვთქვათ, სიტყვიერად რისით ქმას სურს სამყაროს თქვენთვის. ვნახოთ აბა მისტიური ტყის ორაკულით. ვნახოთ რისი თქმა სურს კიდევ სამყაროს თქვენთვის. ამ ლომის კარიბჭეში. ამ სავსე მთვარეობას რისი თქმა სურს სამყაროს ჩემი მსმენელებისთვის. ნახოთ. სასწაულია. გახსოვდეთ ვინ ხართ. ნახეთ, გახსოვდეთ, remember who you are. გახსოვდეთ ვინ ხართ. გახსოვდეთ, ასე რომ ვთქვათ, თქვენი სისხლის, თქვენი ხორცის, თქვენი მენტალობის ჩანასახი სად არის, შესაძლოა აქ იყოს გარკვეული ტიპის სიბრძნე, რომელსაც თქვენი წინაპრები ფლობდნენ და ეს ყველაფერი თქვენში უკვე არსებობს. ეს არის მდგომარეობა, აი წეგან რო გითხარით, გამოცდა, შინაგანი სიმტკიცის გამოცდა, აი ზუსტად ესეთი ეტაპი დგება აქ თქვენს ცხოვრებაში და სამყარო გეუბნებათ, რომ გახსოვდეთ, ნუ დაივიწყებთ იმას, ვინ ხართ, საიდან მოდიხართ და ნურც იმას დაივიწყებთ, რა არის თქვენი სულის გზა, რა არის თქვენი დასახული მიზანი და საითკენ მიდიხართ. ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ფუჭი და არაფრის მომცემი, უკვე არაფრის მომცემი, ურთიერთობის წამოწყების, თუ ნებისმიერი საკითხის დასრულების და გადამოწმების, სიმტკიცის გადამოწმების ეტაპი. Whatever you wish. და აი მანიფესტაციის დრო არის თქო სასწაული, ნამდვილად ასია და ნახეთ, აი გოგონა დგას, მანიფესტირებს უზარმაზარი ხის ფესვების და ხის ძირას, ხო? ეს არის მანიშნებელი იმის, რომ თქვენ რასაც ჩაიფიქრებთ, თქვენ რასაც მიზნად დაისახავთ და რასაც ნამდვილად ჭეშმარიტად მოინდომებს თქვენი სული, აუცილებლად გამოვა. მთავარია გჯეროდეთ, მთავარია ენდოთ და მთავარია მიყვეთ. ნაბიჯ მიყვეთ დასახულ მიზნებს. რვიანის ენერგია, წეგან უკვე გითხარით, რომ არის ძალიან მასშტაბური ენერგია, მაგრამ ასევე რვიანის ენერგიას აქვს ზუსტად გამოწვევა, ერთგვარი გამოწვევა, რომ დაუშვათ აცდეს გარკვეული ტიპის მასშტაბებს იმის გამო, რომ აქცენტები გადაიტანოს რაღაც სხვა საკითხებზე. აი გამოათავისუფლეთ, აი ნახეთ, make room, ანუ ეს ნიშნავს გამოათავისუფლეთ ადგილი ახალი სივრცისთვის. მე ბევრჯერ მithქვამს ჩემს საჯარო გაშლებში, რომ ის რაც უკვე წასასვლელია, ის რაც უკვე აქტუალური აქ და ახლა თქვენს სივრცეში არ არის ენერგეტიკულად, ხო? იმას ნუ ჩაეჭიდებით. გაშლის დროს იყო იქ ეშმაკის არკანიც და ეს ეშმაკის არკანიც ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ უნდა გათავისუფლდეთ. შეიძლება გათავისუფლება ყოველთვის სასიამოვნო პროცესი არ არის და რა გარკვეულწილად ტკივილთანაც ასოცირდება, მაგრამ თუ არ გათავისუფლდებით, აქ სივრცე ახალი სივრცე ვერ შეიქმნება ფიზიკურად, იმიტომ რომ გადაჯერებულია ის გარემო, სადაც ახალი, ანუ სადაც გადაჯერებულია რაღაც, იქ ახალი ვერც იბადება და ვერც ჩნდება და თუ ჩნდება კიდე ძალიან მალე კვდება, ხო, იმიტომ რომ ყველაფერს ჭირდება სასიცოცხლო ენერგია, ყველაფერს ჭირდება ჟანგბადი და
ეს მხოლოდ ფიზიკურ დაბადებასთან არ ასოცირდება. ჩვენი აზრები, როცა გონება გადატვირთული გვაქვს, იმდენად ქაოსური, იმდენად ერთმანეთში ახლართულია, რომ ტვინი მოიხმარს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს და საბოლოო ჯამში ხელში არაფერი არ გრჩება და უბრალოდ გრჩება ფიქრი, რომელმაც მარტივად რო ვთქვათ, ტვინი გვატკინა და საქმე მაინც გასაკეთებელი და მოუგვარებელი დაგვრჩა. რომ შევაჯამოთ ჩემო ძვირფასებო, ისედაც ესეთი ენერგიაა და ტარომ აქ დაადასტურა ზუსტად იგივე, რომ იმანიფესტირეთ, შეგეშინდებათ მასშტაბების, იმიტომ რომ აგერ პირდაპირ არის, whatever you wish, რაც არ უნდა მოინდომოთ, ყველაფერი თქვენ ხელშია, ამიტომ ყველაზე ამბიციური მიზნებიც კი შეგიძლიათ დაისახოთ მიზნად ამ დროს, იმიტომ რომ ეს ლომის კარიბჭე ისედაც საკმაოდ ამბიციური ენერგეტიკის მატარებელი ნიშანია თვითონ ლომი და 8 ანუ ხვალინდელი დღე ისედაც გაორმაგებული ენერგიის არის, მაგრამ ეცადეთ რომ ეს ამბიციები იყოს ეკოლოგიური და არ აზიანებდეს არავის სივრცეს, თქვენი სივრცის გაფართოების ხარჯზე. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის ერთგვარი გაფრთხილება, ერთგვარი რეკომენდაციები ახალ სავსემთვარეობასთან უკაცრავად და ლომის კარიბჭესთან დაკავშირებით. იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ, იმედი მაქვს რომ საჭირო ინფორმაცია მიიღეთ და ველოდებით თქვენს კომენტარებს, უკავშირებს და ასევე თუ დაგაინტერესებთ, როგორც უკვე გითხარით, წარმატების კოდი, რომელიც ძალიან კარგი იქნება თუ ამ პერიოდში გამოიყენებთ და ეს ხშირად გექნებათ შეხება თქვენს პირად წარმატების კოდთან, ეს ხო საერთოდ იდეალური და არაჩვეულებრივი იქნება. გემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, შევხვდებით ძალიან მალე, დროებით გისურვებთ წარმატებებს და მშვიდობიან საღამოს.